Microsoft PowerPoint 2016-ში შესაძლებელია Word-ის დოკუმენტის ავტომატური ინტეგრირება. ეს ტექსტი, რომელსაც თქვენ ხედავთ, წინა ვიდეოდან არის და გახლავთ ის ინფორმაცია, რომელიც იყო აკრეფილი წინა კონკრეტულ პრეზენტაციაში. მოდით მთლიანად მოვნიშნავ ამ პრეზენტაციას, მივცემ clear format და დავაბრუნებ როგორც ჩვეულებრივ ტექსტს. და მე გეტყვით ასეთ რაღაცას, რომ თუ პრეზენტაციაში address ვეტყვი რომ შენ ხარ heading 1 და ამ ტექსტს ვეტყვი რომ შენ ხარ heading 2, ან შეიძლება უბრალოდ მივცე რომ ეს არის title, სათაური და ამას მივცეთ რომ ეს არის subtitle. ასევე შემიძლია მივცე რომ ეს არის heading 1, ხოლო ეს ტექსტი გახლავთ უკვე heading 2. ბრენდები გახლავთ კვლავ heading 1 და ქალის ტანსაცმელი გახლავთ უკვე heading 2. ეტამი გარივებელი და ასე შემდეგ ჩამონათვალი იყოს heading 3. შემდეგ კვლავ ავირჩიოთ heading 2 და სელიო იყოს უკვე heading 3. ლოგოები იყოს მაგალითად heading 1, მისამართები იყოს ასევე heading 1 და პეკინი და ასე შემდეგ იყოს უკვე heading 2. შემდეგ გვაქვს ბრძანება ეტამი, სელიო, გარივებელი, პრომოდი, ყველა მათგანი ავირჩიეთ როგორც heading 1. დავსეიროთ ეს დოკუმენტი, ჩვეულებრივ როგორც Word-ის ფაილი, მივცეთ მას შენახვის ადგილი, ეს იყოს კვლავ დოკუმენტები და იყოს address-ი, მივცეთ save-ი, დავხუროთ და გავხსნათ ჩვეულებრივი Microsoft PowerPoint. შევიდეთ blank-ით და მოდით ვნახოთ ბრძანება new, ოღონდ ავირჩიოთ ბრძანება slides from outline-ი. გამოვა Word-ის დოკუმენტი, რომელსაც მოვნიშნავთ და დაველოდებით თუ რა მოხდება. სწორედ იმ Word-ის დოკუმენტის დახმარებით ჩვენ შეგვექმნება პრეზენტაცია და მოდით ვნახოთ როგორი პრეზენტაცია შეიქმნება. დაველოდოთ და ხედავთ რომ address-ი გახლავთ სათაური, მეორე title-იც გახლავთ სათაური, ანუ subtitle-იც სათაურია, ხოლო ის რაც იყო heading 1 წამოვიდა კომპანიის slide-ის თავში და კომპანიის შესახებ უკვე ტექსტი, ანუ heading 2 წამოვიდა ქვემოთ როგორც ჩამონათვალი. ის რაც იყო heading 1 არის სათაური, heading 2 არის ჩამონათვალი, ხოლო heading 3 არის ჩამონათვალის ქვეშ ჩამონათვალი. და თქვენი Word-ის დოკუმენტის თანახმად ავტომატურად შეიქმნა პრეზენტაცია. მადლობა ყურადღებისათვის.